ზომის დეტალებით. სამედიცინო მედიაციის სამსახურმა 7 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მისი მიზანი მხარეებისთვის იმ სამუშაოს გაცნობა იყო, რომელიც მედიაციის სამსახურმა შეასრულა. მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელის სოფიო ლებანიძის თქმით, ძირითადად დავები ფინანსური ხასიათის იყო, რასაც ადასტურებენ კლინიკების და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებიც. თამაშის ორ გუნდს შორის, ორ მომხმარებელს შორის უნდა დაწესდეს რაღაც თამაშის წესები, ეს არის ავადმყოფები, ეს არის სადაზღვევო კომპანიები, რომ დაზღვეული ავადმყოფი არ დაზარალდეს. აქედან გამომდინარე, ორივე ორგანიზაცია თავის ინტერესებიდან გამოდის, ამიტომ უნდა იყოს შუამავალი მესამე გარჩევი პირი, რომელიც ამ დაბას გადაწყვეტს. ახალი დაზღვეულებთან ერთად, რომელიც სექტემბერში დაიწყო და გამრავლდა რაოდენობა დაზღვეულების გაუგებრობა და კომუნიკაციები შეიძლება ყოფილიყო სადაზღვევო კომპანიებსა და ჰოსპიტალებს შორის, თუმცა ეს არის ყოველდღიური მუშაობის საკითხი და რეალურად იგივე ჩვენი კომპანია მთელი ინდუსტრია სამედიცინო სფეროსთან ერთად ყოველდღურად მუშაობს ამ პრობლემების აღმოფხვრაზე, მან არის უბრალოდ გაუგებრობა ელემენტარული რეპორტინგის თვალსაზრისით და ანაზღაურებებს. ჩვენი ეფექტურობის მიზანი არის ის, რომ დროულად მოხდეს სამედიცინო პერსონალისათვის სახელმწიფო ანაზღაურება, პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იმისათვის, რომ ამ დავებმა და არასწორმა ურთიერთობამ არ შემოიტანოს საბოტაჟური ქმედების ნიშნები.